სამოქალაქო საზოგადოება განაგრძობს წინააღმდეგობის გაწევას დემოკრატიული უკუსლისთვის. საზოგადოება განაგრძობს ქუჩის პროტესტს უნგრეთიდან საქართველომდე, სერბეთიდან სლოვაკეთსა და თურქეთამდე. რას მოითხოვენ ისინი? ისინი არ მოითხოვენ ეკონომიკურ პრივილეგიებს, არ მოითხოვენ სოციალურ სარგებელს. მათ სურთ იმ ღირებულებების პატივისცემა, რომელზედაც დაფუძნებულია ეს ორგანიზაცია. ესენია ადამიანის უფლებები, დემოკრატია და კანონის უზენაესობა. მათ სურთ, რომ გავიგონოთ მათი ხმა. ევროპული საბჭო დაფუძნებული როგორც დიპლომატიური და პოლიტიკური ასამბლეა. ამიტომ აქ თითოეული ჩვენგანი დიალოგისთვის იმყოფება. არავინ აიძულებს ქვეყნებს გახდნენ ევროპული საბჭოს წევრები, თუმცა თუ ამ გზას აირჩევენ, მათ პატივი უნდა სცენ ჩვენს სტანდარტებს. ჩვენ გვესმის კოლეგების, რომლებიც ამბობენ, რომ უნდა ვაწარმოოთ დიალოგი ყველა ქვეყანასთან, მაგრამ ვინ დაელაპარაკება ამ ქვეყნების მოსახლეობას, როცა მთავრობები მათ არაფრად აგდებენ. უნდა დაველოდოთ, როდის შეწყდება პროდემოკრატიული პროტესტები და განვაახლოთ საუბრები იმ მთავრობებთან, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში უგულებელ ყოფენ ხალხს.